სათამაშო ბიზნესისთვის კანონი კიდევ უფრო მკაცრდება, იზრდება ჯარიმები და წესების დარღვევისთვის პასუხისგებლობაც. რას ცვლის ახალი რეგულაციები, როგორ აისახება ეს სექტორზე, რამდენად ეფექტური იქნება ახალი მიდგომა და რა პასუხი აქვს მთავრობას ბიზნესის კრიტიკაზე, რომ სახელმწიფო უფრო მეტად ლეგალურ სექტორს ამკაცებს, ვიდრე არალეგალურს. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიკსი, სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა. პირველ რიგში ჩვენი მთავარი თემა იქნება სათამაშო ბიზნესი, მაგრამ გარდა ამისა ვისარგებლებ რა თქმა უნდა შემთხვევით და სხვა კითხვებიც მექნება თქვენთან. ბატონო მიხეილ, გამარჯობა. გამარჯობათ, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. მადლობა თქვენი დროისთვის. დავიწყოთ სათამაშო ბიზნესის კანონ პროექტთან დაკავშირებით. მესამე მოსმენით უნდა გავიდეს თუ არ ვცდები უკვე. ანუ შეიძლება ითქვას, რომ კანონი პრინციპების დონეზე უკვე მიღებულია და არაფერი არ შეიძლება, მაგრამ მაინც რატომ დადგა დღის წესრიგში კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრება? ჩვენ გვახსოვს 2005 წელს საკმაოდ მკაცრი კანონმდებლობა მიიღო სახელმწიფომ სათამაშო ბიზნესის მისამართით. 2000 ალბათ 22 ხო, უკაცრავად 25-ში ალბათ ცვლილებები შევიდა და იმიტომ მახსოვს. ბატონო, დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ცვლილებებმა თავის წარმატება მოიტანა, საგასაღებო შემოსავლებიც გაიზარდა იმ პირთა წრე, რომლებიც ჩამოშორდა თამაშის პროცესს, თამაშ დამოკიდებულთა წრე გულისხმობ თავისი ინიციატივით ჩვენ მივეცეთ საშუალება, რომ პირები, რომლებიც თამაშ დამოკიდებულები არიან და თქვა ამ კუთხით აქვს პრობლემები, თვითაკრძალვის მექანიზმი შემოგვეყო და ამას ეს გვეკონტროლებინა დაახლოებით 40000-მდეა ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ამ მექანიზმის ისარგებლეს და რა თქმა უნდა ეს თითოეული მათგანის გადარჩენილი ცხოვრება არის. ეს ერთი შემდგომ საგასაღებო შემოსავლებიც არის გასდილი. ახლა რაც შეეხება ჯარიმების გამკაცრებას, ჯარიმების გამკაცრება ეხება სანებართვო პირობების დარღვევის პრევენციას. ჩვენ რადგან ვაძლევთ სანებართვო პირობებს, ვაძლევთ ნებართვას, ვაძლევთ სანებართვო პირობების დაცვის ვალდებულებას, კომპანია კეთილ უნდა ინებოს და დაიცვას ყველა ვალდებულებას სწორად. არის ორი მიდგომა ასეთ დროს, ან თუ დაარღვევს სანებართვო პირობას, უნდა ჩამოერთვას ლიცენზია, ან მეორე უნდა დაჯარიმდეს კომპანია, რომ და შემდგომში არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. ჯარიმები, რომლებიც იყო დაწესებული ამ შემთხვევაში, რომელიც შევცვალეთ და გავზარდეთ, მისი მოტივი იყო შემდეგი ფაქტი, რომ იმდენად მცირე იყო ეს ჯარიმები, რომლებიც დაწესებულია ჯერ კიდევ 2005 წლიდან და იმ შემდგომ ეს ჯარიმი კონკრეტულად ეს ჯარიმები არ იყო გაზრდილი, იმდენად მცირე იყო ჯარიმების მოცულობა, რომ კომპანიას არაკეთილსინდისიერად მოქმედების შემთხვევაში უღირდა ჯარიმის გადახდა, ვიდრე სანებართვო პირობის დარღვევის გამოსწორება. მაგრამ ჩვენი მიზანი ხო ნამდვილად არ არის ჯარიმები გადაიხადოს კომპანიებთან და სანებართვო პირობები არ გამოასწოროს. ამიტომაც გავზარდეთ ჯარიმების მოცულობა, რომ კომპანია 100-ჯერ დაფიქრდეს, სანამ სანებართვო პირობებს დაარღვევს. ანუ რა ტიპის დარღვევაზეა მაინც საუბარი, მაინც რომ გადმარტოთ უფრო დეტალურად. რა თქმა უნდა, ის კეთილსინდისიერი საქმიანობა, მომხმარებლის უფლებების დაცვა, იმ პირების, რომელთა ჩართვაც ეგზალებათ კომპანიებს თამაშის პროცესში, მათი არ დაშვება და ანუ ყველა იმ სტანდარტის დაცვა, რა სტანდარტის საფუძველზეც მათ აიღეს ნებართვა. მათ ხო ნებართვა აიღეს გარკვეული პირობით და დათქმით, რომ გარკვეულ სტანდარტებს დაიცავენ. თუ ამ სტანდარტებს ვერ იცავს, კეთილი უნდა ინებოს და წავიდეს ბიზნესიდან. თუ ამ სტანდარტებს დაიცავს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მის გვერდით იქნება. თუ არ იცავს სტანდარტებს, მაგალითად რა ავიღოთ, რომ თუ კომპანია დავუშვათ ჩართავს თამაში 19 წლის ან 18 წლის, ეს უკვე დარღვევა არის და ამ ჯარიმებზია საუბარი, ხო? ასეთი ტიპის დარღვევა. ასეთი ტიპის უამრავი ტიპის სხვადასხვა ტიპის დარღვევა. ერთ-ერთი რაც ყველაზე სოციალურად დარღვევები, რომლებიც სანებართვო პირობების თუ ადრე იყო მაგალითად თანხის გადაუხდელობის გამო, სანებართვო მოსაგრების გადაუხდელობის გამო კონდათ ჯარიმების დიდი მოცულობა, ნებართვებთან დაკავშირებით ეს მოცულობა იყო ძალიან მცირე. შესაბამისად ჩვენ გავუთანაბრეთ ეს ჯარიმები ერთმანეთს და დავაწესეს სტანდარტი, რომელიც ბიზნესისათვის ნამდვილად არ არის მძიმე, მაგრამ არ მიცემს წახალისებას იმისა, რომ სანებართვო პირობები არ შეასრულონ, დარღვევებზე წავიდნენ, რომ ჯარიმები გადაიხადონ მათი მცირე მოცულობის გამო. ანუ 7000-დან 2000 ლარამდე და 1000-დან დავაკონკრეტოთ 20000 ლარამდე. 7000-იანი რაც იყო გახდა 20000, 1000 ლარიანი რაც იყო გახდა 10000. ეს ყოველივე ეს ბუნებრივია შექმნის პრევენციას იმისა, რომ არ დაირღვეს სანებართვო პირობები, კეთილსინდისიერად იმსახურონ კომპანიებმა ბუნებრივია აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა კეთილსინდისიერად და მოქალაქეები და მომხმარებლების ინტერესები იყოს დაცული. არ შეიძლება ბიზნესის კეთება მომხმარებელთა
უფლებების დარღვევის ხარჯზე და კანონის მოთხოვნის დარღვევის ხარჯზე. თუ ვინმეს არ აქვს უნარი, რომ კანონის დაცვით აწარმოოს ბიზნესი, ის ბიზნესმა უნდა წავიდეს. ანუ ფისკალური ეფექტსაც ელოდებით თუ ადმინისტრაციული მხოლოდ? ჯარიმის გასცდას არ შეიძლება ქონდეს ფისკალური ეფექტი. ჯარიმას იმიტომ ვთქვით, რომ მათ დარღვევა არ ჩაიდინონ. მოტივი ხომ ეს არის, რომ მათ უღირდათ დარღვევა, ჯარიმის გადახდა და დარღვეული სანებართო პირობის არ გამოსწორება. ჩვენ ვთქვით ჯარიმას, რომ ისინი მათ არც მოუნდეთ არასოდეს, ასე ვთქვათ, სანებართო პირობის დარღვევა. ასე რომ ჩვენ აქ ფისკალურ ეფექტს არ ველოდები და არ შეიძლება იყოს ჯარიმის გასცდა ფისკალური ეფექტის мотивაციით, ასე ვთქვათ. თუმცა კითხვა შეიძლება რომ ამ კუთხით დაისვას მაინც, იმიტომ უნდა შემცირდეს შესაძლოა ჯარიმების რაოდენობა უნდა შემცირდეს. თუმცა 400,000 ლარის ოდენობის არის ჯარიმების რაოდენობა, რაც აქამდე გვაქვს ჩვენ გამოწერილი ამ კუთხით, ხო? ჯარიმების ძირითადი თანხა არ არის მათი, ვთქვათ, მათი საქმიანობისა, ჯარიმებზე არ არის აწყობილი ეს ბიზნესი, მათი საგასახადო შემოსავლები მოსაგრებლებთან ერთად გასულ წელს 1,874 მილიონი ლარის ოდენობის არის და რას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონი ასეთი მკაცრია, მათი შემოსავლები იზრდება? ანუ თქვენ თქვით, რომ საგასახადო შემოსავლები, საგასახადო კანონმდებლობა გავამკაცრეთ და ტარიფები გავზარდეთ. მათი დაბეგვრა გამკაცრდა. ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თამაში ჩართულთა რაოდენობა მზარდია? თამაში ჩართულთა რაოდენობის მზარდობაზე აქ აქცენტი ვერ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ კანონმდებლობა გავამკაცრებთ, უფრო მაღალი გადასახადით ვეკრებდეს ერთი და გარდა ამისა, ჩვენ მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველებს და ვთქვათ, სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავეებს ვსხუდავთ თამაში ჩართულობის კუთხით, მაგრამ ტურიზმული თვალსაზრისით, ტურიზმს რაც შეეხება და უცხოელებს მოქალაქეებს არ ვსხუდავთ. ტურიზმის დასთან ერთად ბუნებრივია ამ პროცესში ჩართულთა რაოდენობაც გაიზრდება და ეს ჩვენთვის მისასალმებელია. ჩვენ თავარი ამოცანა არის მოსახლეობა, ადგილობრივი მოსახლეობა მაქსიმალურად დავიცვათ თამაში ზედმეტი ჩართულობისაგან და რეგიონში კონკურენტულ ბაზრად დარჩეს სათამაშო ბიზნესი. ესეც ერთ-ერთი. და რა თქმა უნდა, შეიძლება ტურისტული თვალსაზრისით, რადგან იქ შეზღუდვა არ არის, ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველობა პირიქით იზრდება და არაფერი არ მოსდის ამ მიმზიდველობას, იმიტომ რომ ტურისტული კუთხით აქ პრობლემა არ გვაქვს და არ ვსხუდავთ არ. რაც შეეხება ბიზნესის განცხადებებს, იყო ამაზე გამოხმაურება და მაგალითად ასოციაციამ, სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში თქვეს, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა ებრძოლოს ლეგალურ ბიზნესს და არა ლეგალურს, ანუ საუბარი იმაზე, რომ ეს ჯარიმების გაზრდა ძირითადად დარღვევები ტექნიკურ საკითხს უკავშირდება და არა კომპანიების მხრიდან მიზანმიმართულ ქმედებას, სექტორისთვის ჯარიმების მკვეთრის და ყველაზე ნეგატიურად ეგრეთ წოდებულ მიწის კაზინოებზე აისახება და ლეგალურ ბიზნესს დააზიანებს. რას უპასუხებთ? რას უპასუხებთ? არ მესმის არ შეიცნობს ტექნიკური საკითხი, ეს ფეხბურთი არა, ტექნიკურად რომ მოატყუოს ფეხბურთელმა სხვა. ეს არის სახელმწიფო და ტექნიკურად მას ვერავინ ვერ მოატყუებს და თუ კი გაბედავს რომელიმე ბიზნეს ოპერატორი სახელმწიფო მოატყუოს, სანავარდო პირობები დაარღვიოს, ძალიან მწარედ მიიღებს პასუხს ლეგალურად კანონის მიხედვით, ასე რომ ყველას მოუწოდებ თავის ბიზნესს მიხედოს. ანუ ეს ისეთი პატარა ხარვეზი არ არის, როგორც ამას წარმოაჩენენ, ხო? ანუ ამ განცხადებიდან გამომდინარე. სანავარდო პირობების დარღვევა არის დაუშვებელი. ეს წარმოუდგენელია და ყველამ კარგად გაიზიგზე განოს, რომ სანებართო პირობების დარღვევა არ შეიძლება. სახელმწიფოსაგან მიიღებენ მწარე პასუხს. გასაგებია. რაც შეეხება ონლაინ თამაშობების მიმართულებით თუ ხდება რაიმე ცვლილება, ანუ ეხლა ეს ცვლილება რაც შეიტანეთ, მხოლოდ ეხება უბრალოდ ჯარიმებს და რეგულაციების გამკაცრებას. არის თუ არა სამომავლოდ მოსალოდნელი კიდევ დაუშვათ სხვა დამატებითი? გაქვთ თუ არა ბიზნესთან კონსულტაციები ამ კუთხით? ჩვენ გვაქვს კონსულტაციები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გავამკაცრეთ კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით ბევრი მოწონებით ვერ შეხვდა ბუნებრივია ამ საკითხს. ჩვენ ფიქრობთ სამომავლოდ როგორ აჯობებს განვითარება. ამ კუთხით ჯერჯერობით კმაყოფილია პროცესი გულისხმობს საგასახადო შემოსავლების ფისკალური ეფექტის კუთხით. თუ გახდა საჭირო მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე სხვა რეგულაციების მიღება, ამას მივიღებთ, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ გვაქვს გამკაცრების კუთხით. შევხედავთ ამ პროცესს როგორ წარიმართება და საბოლოო გადაწყვეტილებებს შემდგომ მივიღებთ. ასე რომ ამ კუთხით ჩვენ ვინც კეთილსინდისიერად აწარმოებს ბიზნესს, იცავს კანონს, იცავს სანებართო პირობებს, ყოველთვის მივესალმებით და მის გვერდში ვიქნებით, მაგრამ თუ კი ვინმე გაბედავს
რომ დაარღვიოს კანონი, დაარღვიოს სანეპორტო პირობები, არ შეასრულოს, სახელმწიფო მას კანონის შესაბამისად მოექცევა მკაცრად, ისე როგორც ეკუთვნის. კიდევ ერთხელ რომ გავიხსენოთ და თვალი გადავავლობთ ამ კანონმდებლობას, ან 2002 წლის შემდეგ საქართველოს მნიშვნელოვნად გაამკაცრა სათამაშო ბიზნესისთვის კანონმდებლობა, კერძოდ ეს არის რეკლამის წესებს ეხება, ასაკობრივ შეზღუდვას, საჯარო მოხელეებს რას თქვენ ბრძანეთ და ასევე ონლაინ პლატფორმების მონიტორინგი. სტატისტიკა გაქვთ თუ არა, რაიმე ხელშესახები, დავუშვათ როგორი მდგომარეობა იყო 2022 წელს და ახლა რა მოცემულობა გვაქვს 2026 წელს. სოციალური კულტურით გეკითხებით, აი თუნდაც წვდომა მათთვის ვისთვისაც აკრძალულია ის რომ მაგალითად ოჯახის წევრს შეუძლია რომ თავისი ოჯახის წევრი ჩახსნას აქედან აი ამან რა ეფექტი მოიტანა 10,000 წარმოიდგინეთ 10,000 პირი არის უკვე მხოლოდ თვითაკრძალვის მექანიზმით ჩამოშორებული პროცესი. ეს ძალიან დიდი ეს ნიშნავს 40,000-მდე ადამიანის ცხოვრების გადარჩენას. და ამ პროცესიდან ჩამოშორებას ის ვინც იძულებულია გამომდინარე მანიიდან ჩართული იყოს ამ პროცესში და სერიოზული სოციალური პრობლემები ექნება მის ოჯახს მას თვით შეუძლიათ ამის განხორციელება სახელმწიფო ხელს უწყობს და ხო გეუბნებით 40,000-მდე დაახლოებით მათი რიცხვი ვინც ამ კუთხით ჩამოშორდა. ნუ სხვა დანარჩენზე უკვე ხარჯი საგასახადო შემოსავლებს თუ დავიწყებთ საუბარს. ანუ მზარდია, ფაქტია რომ მზარდია სექტორი. ძალიან ხო, თან საუბარი თან მზარდია და თან აი ეს დისბალანსი როგორ შეიძლება ახსნათ. მზარდი არის, იმიტომ რომ სახელმწიფო მიიღოს ზუსტად ის კანონი, რომ სოციალურად დაუცველი და ამ კუთხით სენსიტიური ადამიანები ჩამოშორებულიყო. პროცესს მაქსიმალურად საგასახადო შემოსავლები გაზრდილიყო და ბიზნესიც გაზრდილიყო და ზოგიერთ მესვეურთა საუბარი იმის რომ ეს მკაცრებული კანონმდებლობა დააქცევდა ბიზნესს კი 2022-ში გვახსოვს იატაკქვეშ გადავიდოდა და ასე შემდეგ ხომ არ გადავიდა ხო გაიზარდა საგასახადო შემოსავლები ხო ჩამოშორდა 10,000 ადამიანი ამ თამაშს დღესაც ხო იგივე საუბრობენ ეს ადამიანები და ხო გამოჩნდა რომ ტყუილია ეს ყველაფერი სახელმწიფო დადგება სიმართლის მხარეს. სახელმწიფო ყველაფერს სწორად გათვალა და ასეც სამომავლოდაც ასეც მოიქცევა. თუ დაჭირდა გამკაცრება, გამამკაცრებთ. ანუ კიდევ ამისთვის თუ დაჭირდა გამამკაცრებთ, თუ არ დაჭირდა არა. დაჭირდა ეს უფრო სოციალური ფონიდან გამომდინარე იწახით? ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ადამიანთა ჩართულობის კუთხით, საგასახადო შემოსავლების კუთხით. დასაქმების მაჩვენებლებით, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ხომ მთლიანობაში უნდა განვიხილოთ ბიზნესის, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაიცვას საზოგადოების საუკეთესო ინტერესი და რა თქმა უნდა ბიზნესის საუკეთესო ინტერესი. და როგორც ხედავთ, ბიზნესის საუკეთესო ინტერესი დაცულია, იმიტომ რომ ბიზნესიც იზრდება, საგასახადო შემოსავლებიც იზრდება და იმ ადამიანთა წრეც იზრდება, რომლებიც ჩამოშორებულები არიან ამ პროცესს. ანუ უფრო ევროპული მოდელისკენ შეიძლება წავიდეს სახელმწიფო თუ ამის საჭიროებას დაინახოს გულისხმობს სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით. კარგით, მე ახლა თქვენ მინდა კითხოთ ასევე რეიტინგებთან დაკავშირებით. საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურ ქვეყნად ითვლება, არაერთი ასეთი რეიტინგი გვაქვს. აი თუნდაც ეს ერთი ფაქტი დაუშვათ. აქ ამბობენ რომ გადასახადები დაბალია, გარემო ხელსაყრელია ინვესტორებისთვის. ეს ხო არ არის რაღაცა ცუდი სიგნალი ხო არ იქნება ინვესტორებისთვის, რომ აი რეგულაციები თუნდაც ამ სექტორში გამკაცრდა. არა, რა თქმა უნდა. ეს რეგულაციები არ გამკაცრებულა, გამკაცრდა ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა. ჯარიმა გულისხმობს პრევენციას დარღვევისგან თავის არიდებისა. ჩვენ მივესალმებით ბიზნესს, რომელიც კანონს იცავს. კანონს ვინც დაიცავს, კანონმორჩილი ვინცაა, კეთილსინდისიერად ვინც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, მის მიმართ სახელმწიფო იქნება ლიბერალური, ხელგაშლილი, გულგაშლილი და ყველაფერს გააკეთებს მისთვის, მაგრამ ვინც არაკეთილსინდისიერი მეთოდებით შეეცდება ფულის შოვნას, სახელმწიფო ადეკვატურ პასუხს გაცემს. ძალიან ბევრჯერ გაიმეორეთ თქვენ ეს და რამე არსებობდა ამის წინაპირობა, ანუ ბიზნესთან მიმართებაში რაღაცა არანაირი პრევენციული განცხადება შეიძლება ჩავთვალოთ თუ გაქვთ ამის თქმის საფუძველი. ხო, გითხარით, როცა კანონმდებლობის სრულება განვახორციელე ჯარიმების გასცემის დაკავშირებით. ფაქტი რატომაც ეს მოხდა იყო ის, რომ ზოგიერთ კომპანიას მცირე ჯარიმის გადახდა უღირდა სახელმწიფო პირობების დარღვევის არ გამოსწორება. ანუ უფრო მეტი სარგებელს იღებდა იმით, ვიდრე დავშოთ გადაიხადა ჯარიმას და გამოსწორებას არ ახორციელებდა თავისი დარღვევის. მონიტორინგს აწარმოებს შემოსავლების სამსახური ამ შემთხვევაში? აი ამ თუნდაც ამ არასოწლოვების ჩართვა სათამაშო ბიზნესში და ასე შემდეგ 21 წლამდე არის აკრძალული. კი ბატონო.
კარგი, დაუბრუნდეთ ისევ რეიტინგებს, იმიტომ რომ აქაც საკმაოდ საინტერესო სურათი გვაქვს. აი, მსოფლიო ბანკის ახალი რეიტინგით საქართველოს უკვე მე-4 ადგილზეა, მაგალითად ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. Doing business-ი ჩაანაცვლა სხვა მოდელმა, რომელიც უფრო ბიზნესზაობის. დიახ, ბიზნესზე უფრო მეტ იმას განსაზღვრავს, ანუ უფრო მეტი კომპონენტი შედის ამაში. თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოს მთავარი უპირატესობა რეგიონში? ეს არის დაბალი გადასახადები, სწრაფი ადმინისტრირება თუ ლიბერალურ ეკონომიკური პოლიტიკა? ანუ რეიტინგში აი რა მოიტანა ეს? სამივე ერთად. ყველა რეგულაციების ხარისხი, რომელიც საქართველოში არის გამწესებული, დაბალი გადასახადების კუთხით, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირების თვალსაზრისით და თქვა მაღალი მხარდაჭერი სახელმწიფოს პროგრამებიდან კერძო სექტორის მაღალი მხარდაჭერითაც გამოიხატება, საბოლოო ჯამში განაპირობებს იმას, რომ საინვესტიციო საქართველო ხდება საინტერესო როგორც ადგილობრივი ინვესტიციების კუთხით, გულისხმობ ადგილობრივ საკუთრებაზე დაფუძნებული საინვესტიციო კაპიტალდაბანდებებით, ისე უცხოური ინვესტორებისათვის. საქართველო გახდა ოაზისი, ძიმე დაძაბულ, ასე ვთქვათ, ცეცხლოვან რეგიონში, იმისათვის, რომ აქ იყოს საუკეთესო პირობები შექმნილი ინვესტორთა მოზიდვისათვის და ეკონომიკური განვითარებისათვის. მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, დადებითი შეფასება აქვს როგორც მსოფლიო ბანკს, სავალუტო ფონდს, დადებითი შეფასება აქვს სარეიტინგო კომპანიებს და დადებითი შეფასება აქვს საერთაშორისო შემფასებლებს, როგორც ბიზნესის თავისუფლებას, ეკონომიკის თავისუფლებას აფასებთ Heritage Foundation თუ ასე შემდეგ და შემდეგ ორგანიზაციები. აბსოლუტურად ყველა მათგანი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს საუკეთესო და გამორჩეული ქვეყანა რეგიონში და ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში ხელსაყრელი ბიზნეს გარემო. ანუ მე-4 ადგილი ეს არ არის, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ეს ხო მე-7-დან მე-4 ადგილზე გადმოვიდა. ეს დაწინაურება ძალიან კარგია და ბუნებრივია ჩვენი მიზანი არის, რომ ყოველწლიურად მაღალი და მაღალი შედეგები ვაჩვენოთ. და რაც თავარია, ყოველთვის ისმის ხოლმე ეს კითხვა, რომ ეს რეიტინგები მხოლოდ ფურცელზე რჩება თუ ეს არის დავუშვათ სერიოზული გზამკვლევი ინვესტორებისთვის. ანუ დავუშვათ ინვესტორს, რომელსაც სურვილი აქვს შევიდეს ამა თუ იმ ქვეყანაში, რით ხელმძღვანელობს? არის თორე რეიტინგები დავუშვათ ერთ-ერთი გზამკვლევი მისთვის. რა თქმა უნდა, გეთანხმებით. ასეც არის. სხვაგვარად რეიტინგებს, კვლევებს, ანგარიშგებებს აზრი არ ექნებოდა ინდექსები, რატომ არის მოფიქრებული, იმიტომ რომ მეწარმეებმა, ეკონომიკურმა აქტორებმა, ინვესტორებმა მიიღონ გადაწყვეტილება. ეს მათი სამაგიდო წიგნია სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად, როდესაც ესეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია და საერთაშორისო ინსტიტუტი, მსოფლიო ბანკი აცხადებს საქართველოს შეყავს საუკეთესოთა შორის, როდესაც Heritage Foundation ვაშინგტონის ნომერი პირველი think tank-ი აცხადებს, რომ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური თავისუფლების კუთხით სავალუტო ფონდი ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს გამორჩეულად აჩვენებს და გრძელვადიანი კუთხით საქართველოს თქვა ერთ სულზე რეალური და მსხვერპლუნარიანი ეკონომიკური ზრდის ტემპით არის მსოფლიოს საუკეთესო სამეულო ევრაზიაში პირველ ადგილზე სხვადასხვა პარამეტრებით, ხო? ეს ბუნებრივია ყურადღების მიუხედავად ვერ დარჩება, პირიქით, ეს მათი ინვესტორთა ინტერესია მაქსიმალურად გაეცნონ საქართველოში არსებულ სიტუაციას, მსოფლიოში არსებულ სიტუაციას და საუკეთესო ქვეყანა შეარჩიონ ინვესტირებისათვის და ეს აისახება ბუნებრივად ხედავთ ამის შედეგს, აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. ეკონომიკური ზრდა საქართველოში არის მკვეთრად მაღალი, ძალიან მაღალი და მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული უკვე რამდენიმე წელია და ჩვენ დარწმუნებულია მივისწრაფით იმ წერტილისაგან, რომ ძალიან მალე 2030 წლამდე საქართველოს უნდა გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. თუმცა რეგიონში არის სერიოზული გამოწვევები და ეს მეტნაკლებად ცხადია, რომ საქართველოს ეკონომიკაზე აისახება, მე ვგულისხმობ შუა აღმოსავლეთში მიმდინარე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს. თქვენი აზრით, რა გავლენა შეიძლება ქონდეს ამას საქართველოს ეკონომიკაზე? მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს ეს უარყოფითი გავლენა. რა თქმა უნდა, მაგრამ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა და ეს პოლიტიკა, რომელსაც მთლიანობა მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა ეწოდება და ახორციელებს სახელმწიფო, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ სირთულეების მიუხედავად ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ვიყოთ რეგიონში. როდესაც რეგიონში ქვეყნებში, კლიენტ რეგიონში დაძაბულობები მატულობს, ამ დროს ინვესტორი ეძებს ისეთ ქვეყანას, ისეთ თავშესაფარს, სადაც საუკეთესოდ განვითარდება მისი ბიზნესი. ამიტომაც აქცენტის გაკეთება ფინანსური რესურსების მოზიდვა საქართველოს მიმართულებით აქ წარმოების გაძლიერება, როგორც ადგილობრივი ძალების, ადგილობრივი მეწარმეების ინვესტორების მხრიდან ბუნებრივია. რაც უფრო მეტი დაძაბულობა იქნება რეგიონში, შესაძლოა ჩვენმა სწორმა პოლიტიკამ უფრო მეტი ადამიანი მოიზიდოს აქ ოაზისში. ანუ თქვენ ამბობთ, რომ გამოწვევა შესაძლებლობა შეიძლება იქცეს. გამოწვევა უნდა ნებისმიერმა ქვეყანამ გამოწვევა უნდა
გარდაქმნა შესაძლებლად როგორ მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკით, კარგი კანონმდებლობით, კარგი რეგულაციებით, კარგი კონტროლით, მხარდამჭერი პოლიტიკით, ყველა იმ ინსტრუმენტით უნდა აჩვენოს, რომ საქართველო არის საუკეთესო. შენი ქვეყანა არის საუკეთესო ბიზნესის განვითარებისათვის. სწორედ ასეთ დროს მოხდება ინვესტიციების მოზიდვა, სწორედ ასეთ დროს მოხდება იმედის მიცემა და გაძლიერება მეწარმეებისა, რომ მათ უფრო ინტენსიურად შეძლონ პროდუქციის წარმოება და მეტი ეკონომიკის შექმნა. სხვაგვარად ეს შეუძლებელი იქნება. ჩვენმა სწორმა პოლიტიკამ, სახელმწიფოს სწორმა პოლიტიკამ განაპირობა, რომ საქართველო გახდა მიზიდულობის ცენტრი და ბუნებრივია ასეც გავაგრძელებთ, რომ მეტი კეთილდღეობა გქონდეს ხალხს, აუცილებელია გქონდეს მეტი ეკონომიკური ზრდა. და ამ ზრდას ჩვენ უზრუნველყოფთ. და კიდევ ერთი საკითხი, შეიძლება ცოტა პოლიტიკურ ჭრიშიც იყოს, მაგრამ აუცილებლად უნდა კითხოთ, იმიტომ რომ ევროკომისიის არაერთი დასკვნა გამოქვეყნდა საქართველოს მისამართით, სადაც საუბარია მაღალ რეიტინგებზე, დავუშვათ ეკონომიკურ ზრდაზე, თუნდაც ავიღოთ ენერგეტიკული კუთხით და ასე შემდეგ. და ამ ფონზე პარალელურად გვესმის მუდმივი კრიტიკა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს პოლიტიკის მისამართით. ანუ ეს ერთი მეორესთან კავშირში არ უნდა იყოს? ძალიან კარგი შენიშვნა წარმოადგენთ. პოლიტიკური მესიჯი ბოქსი მესვეურთა, სხვა წარმოადგენთ პოლიტიკური მესიჯი ბოქსი აბსოლუტურად განსხვავდება კვლევებსა და ანგარიშებთან, რომლებიც ქვეყნდება მათ მიერვე. ან წარმოებულია მათ მიერვე, ან მათი დაკვეთით არის განხორციელებული. როდესაც ასეთი აცდენა კარგად ჩანს სიმართლე ვის მხარესა კვლევაზე, მეცნიერულად დაფუძნებულ ანალიზზე და წარმოდგენილი შეფასებები, რა თქმა უნდა არის ობიექტური და მართალი. და როცა პოლიტიკური შეფასებები, რომლებიც საფუძვლად ეს კვლევები არ უდევს, არის განსხვავებული, სწორედ ამ პოლიტიკური მესიჯ ბოქსის ავტორებმა უნდა იფიქრონ და დაფიქრდნენ თავიანთ გამონათქვამებზე, იმიტომ რომ ხო უხერხულია, როდესაც შენვე აქვეყნებ კვლევას და ამბობ საქართველო არის დემოკრატიულად გამორჩეული კვლევის მიხედვით და ეკონომიკურად გამორჩეული თავისუფლების ინდექსში საქართველოს 35 პოზიციაზეა მსოფლიოში და ევროპის ტოპ 20-ში შედის, უსწრებს სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს და რუსეთს და ამ ფონზე განცხადებები კეთდება, რომ თურმე სომხეთი მიდის ევროკავშირისკენ და ჩვენ უკან ვართ. დიახ, ამიტომაც საქართველოს ყველაფერს აკეთებს და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ღირსეულ და ძლიერ ინტეგრაცია განახორციელოს ევროკავშირში. თვითონ იდეა, თქვენ ახსენეთ შავი ზღვის ენერგეტიკული პროექტთან დაკავშირებით, შავი ზღვის მწვანეშუქია უნდა უკვე და ჩასვა ინტერესდა. იდეის ავტორი, ინიციატორი არის საქართველო. ეს საქართველოს პროექტია. ქართული ნოუ-ჰაუ. ჩვენ შევთავაზეთ მთელ მსოფლიოს და ევროკავშირს, ევროპას, რომ შავი ზღვის გავლით, ასე ვთქვათ, ენერგოკაბელით ან მაგისტრალი შექმნილიყო, რათა ენერგოუსაფრთხოება ევროკავშირის ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და ბუნებრივია საქართველოს ენერგეტიკული და ეკონომიკური ინტერესები მაქსიმალურად გამოხატული. ეს მრავალმილიარდიან შემოსავალს უხდის საქართველოს ყოველწლიურად. მრავალმილიარდიან შემოსავალს. თუმცა მომგებიანია ასევე ევროპისთვის და რა თქმა უნდა, პირველ ურთიერთხელსაყრელი და მომგებიანი პროექტია და საქართველოს ყოველთვის არის მოწოდების სიმაღლეზე გულისხმობ როგორც ინიციატივიანი სწორი იდეების მიწოდებელი, ასევე მისი განმახორციელებელი, ასევე ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების დამაფიქსირებელი. ყველა თვალსაზრისით პერსპექტიული, საპროგნოზო, სომჭვეტელური თუ ასე შემდგომ კუთხით საქართველოს გავს პრაგმატულ და სწორ ნაბიჯებს და ბუნებრივია პრაგმატიზმს აქვს თავისი შედეგი. ეს პოლიტიკური კონტექსტი ინვესტორებისთვის არ არის შემაფერხებელი ფაქტორი? თუნდაც აი ესეთი განცხადებები მუდმივად. პირიქით, როდესაც ინვესტორი ხედავს, რომ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული კვლევა იმ ადამიანების, იმ ორგანიზაციების მიერ დაკვეთილი და არის რადიკალურად განსხვავებული ცალკეულ პოლიტიკოსთან, მესიჯ ბოქსთან, ბუნებრივია ის უსმენს და უყურებს და კითხულობს კვლევას. მისთვის პოლიტიკური განაცხადი, მიკროფონთან ნათქვამი სიტყვა ნაკლებად მნიშვნელოვანი და საერთოდ არა საინტერესო. თავარია რას ამბობს ფაქტი. თავარია რას ამბობს კვლევა და თავარია როგორია ვითარება. როცა ხედავს, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ყველა საერთაშორისო შემფასებელი და თავად მაკრიტიკებელი შემფასებელი კვლევაში ამბობენ, რომ საქართველო არის გამორჩეული და უფრო ძლიერი პერსპექტივაც აქვს, ბუნებრივია ის კვლევას დაეყრდნობა. სხვაგვარად შეუძლებელია რომ ბიზნესი მოიქცეს ის ხო ფაქტებზე დაფუძნებულ რეალობას უძღვება. გასაგებია. და ისევ რეიტინგებს თუ დაუბრუნდებით და უბრალოდ კვლევებს, აი ბოლო რაც მახსოვს ეს არის რომ სავალუტო ფონდმა გაზარდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, თუ არ ვცდები 6%-მდე.
გადახედა თავის მალე გამოქვეყნდება განახლებული მაჩვენებელი და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი იქნება უფრო მაღალი. ჩვენ კარგ ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ვაჩვენებთ ახლა ამ თვეების განმავლობაში. მაგრამ ინკლუზიური რამდენად არის ეს ეკონომიკა? აი ეს კითხვა არის, რომელიც მუდმივად ისმის, რომ თითოეული ჩვენგანის ჯიბეზე როგორ აისახება ეს ყველაფერი. ინკლუზიურობა შეიძლება რამდენიმე მიმართულებით შევხედოთ. ერთი არის მაგალითად ჯინის კოეფიციენტი. ეკონომიკური ზრდის ეკონომიკური მაჩვენებელი და ჯინის კოეფიციენტი. ჯინის კოეფიციენტი არის ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენი, ანუ სოციალური თანაბრობის მაჩვენებელი. ასე რომ ამ კუთხით ეს მაჩვენებელი დადებითია და დადებითადაა შეფასებული ორგანიზაციების მხრიდან. ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი დაფიქსირებულია. გარდა ამისა, სავალუტო ფონდი აქვეყნებს ისეთ პარამეტრს, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქცია, ანუ ეკონომიკა მსხვიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით. იმისათვის, რომ კეთილდღეობის რეალური დონეები შეადაროს ამ თვემ ქვეყანას, რამდენად მსხვიდველუნარიანია ეკონომიკა. საქართველოს მსხვიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდის ტემპი ორნიშნა არის და ერთულ მოსახლეზე სავალუტო ფონდისვე შეფასებით არის წელს იქნება 33,000 საერთაშორისო დოლარი. ახლა შედარებისათვის რომ გავაკეთოთ, არაერთხელ მithქვამს სხვა ეთერში, შედარებისათვის ეს უტოლდება, უთანაბრდება 2021 წლის საბერძნეთის მაჩვენებელს. უბრალოდ მასზე უფრო მაღალია და 2000 ანუ მარტივად რო ავხსნათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს ეს? თუკი ჩვენ არა ეკონომიკურ ენაზე, ძალიან ისეთ მარტივ ენაზე. თავარი ამოცანა მაქსიმალურად დავეწიოთ ეკონომიკური მაჩვენებლით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. თუ გვინდა რესურსული ინტეგრაცია, ჩვენ მათთან ეკონომიკური თანაბრობის და მათთან დაახლოების მაღალი ტემპი და მაჩვენებელი უნდა გქონდეს. ინტეგრაცია, ეკონომიკური დასაბუთება ქვეყნის წევრად მიღების არის ერთ-ერთი არგუმენტი ამ თვალსაზრისით. 2012 წელს ხელისუფლებაში ჩვენ მოვიდოდით. საბერძნეთსა და ჩვენ შორის დაშორება იყო 30 წელი. გულისხმობს ერთულ მოსახლეზე მსხვიდველუნარიანი ეკონომიკის მაჩვენებელი საქართველოში იყო 10,300 საერთაშორისო დოლარი, ეს უდრიდა 1992 წლის საბერძნეთის დონეს. ეს 30 წლიანი ჩამორჩენა ჰქონდა საბერძნეთთან. ახლა ჩვენ საბერძნეთთან ჩამორჩენა გვაქვს 5 წელი. ამას ამბობს სავალუტო ფონდი. ანუ ძალიან ძლიერი ტემპით დავიწყეთ დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან. და 2030 წელს დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ უფრო მეტად შევამცირებთ ამ ჩამორჩენას და გვექნება მაღალი მაჩვენებელი. ანუ ინკლუზიური არის ამას გულისხმობთ ეკონომიკა? დიახ, რა თქმა უნდა. ინკლუზიურობასთან დაკავშირებით კიდევ სხვა კვლევა არსებობს, ეს არის მსოფლიო ბანკის სოციალური მდგომარეობის დონეები. მსოფლიო ბანკი მოსახლეობას 3 დონედ ყოფს. სიღარიბის გამოთვლის დროს ესა სიღარიბის საერთაშორისო ზღვარი, მეორე ესა დაბალი საშუალო შემოსავლის კლასის ზღვარი და მაღალი საშუალო შემოსავლის კლასის ზღვარი. მსოფლიო ბანკის შეფასებით სხვა ეს სამივე პარამეტრი მკვეთრადაა გაუმჯობესებული ბოლო 4 წლის განმავლობაში, 2012 წლის შემდეგ უფრო განს რამდენჯერმეა გაუმჯობესებული, ამაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ეს პარამეტრს მოვიყვანთ საშუალო ფენის ჩამოყალიბების კუთხით. მსოფლიო ბანკის შეფასებით 2012 წლის შემდგომ 1 მილიონ ადამიანზე მეტი გადავიდა მაღალი საშუალო შემოსავლის კლასის კატეგორიაში. სიღარიბის სხვა მაჩვენებელი მკვეთრად რო შემცირდა, ამას არ მაქვს საუბარი. ასე რომ ინკლუზიურობა გამოიხატება იმაში, რომ მოსახლეობის სოციალური თანაბრობა გაუმჯობესდა მსოფლიო ბანკის შეფასებით და მისი დასტურით, არა მარტო ჩვენი კვლევებით, საშუალო ფენაში გაცილებით მეტია, დიდი რაოდენობით ადამიანია გადასული და ასეულობით 1000 გადავა 2028 წლისთვის, როგორც მსოფლიო ბანკი ამბობს, ასეულობით 1000 დაემატება ისეთი, რომელიც მაღალი საშუალო შემოსავლის კლასისა იქნება. ასე რომ, როცა ვსაუბრობთ ინკლუზიურობაზე, ჯინის კოეფიციენტი, მსოფლიო ბანკის კვლევა, სავალუტო ფონდის კვლევა, მსხვიდველუნარიანი ეკონომიკა, ყველა ეს პარამეტრი, რომელთაც იზომება ინკლუზიურობა, რომელთაც იზომება ეკონომიკური ზრდა, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დამოწმებული და არა ჩემი მონათხრობი. არის უმაღლეს დონეზე და მაღალი ტემპით და განსაკუთრებულად ხაზგასმული, რომ ამ კუთხით საქართველო არის წარმატებული. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და სწორ გზაზე უნდა გავაგრძელოთ სულა. კიდევ ერთი პარამეტრი, რომელიც მაღალშემოსავლიანი ეკონომიკის და ქვეყნის სტატუსს მოგვანიჭებს, ეს არის დოლარში, ამერიკულ დოლარში ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი. როგორი იქნება და როგორი გვექნება ეს მაჩვენებელი, თქვა 2030-31 წლებში, რაც პროგნოზი გამოქვეყნეს სავალუტო ფონდმა.
2021 წლის ჩათვლით იქნება ორნიშნა ეკონომიკური და ერთსულზე გაანგარიშებით ამერიკულ დოლარში, როგორც სავალუტო ფონდი ამას აჩვენებს ნომინალში და 2031 წლისთვის მაგალითად 18 ეს ოპტიმისტური სცენარით თუ არა, რა თქმა უნდა, ეს არის რა თქმა უნდა სავალუტო ფონდის წინ დახედული კონსერვატული, ასე ვთქვათ, დაცული სცენარი და არა ზედმეტი იმედის მომცემი. ანუ ის რაც რეალურად ხო, არა, რატო გეკითხებით, იცის ზოგადად რამდენიმე ტიპის სცენარს აქვეყნებს ოპტიმისტურს, პესიმისტურს. სოფლიო ეკონომიკური ანგარიშის გამოქვეყნების დროს 100 გრადუსს არაკეთებს ის კონსერვატულად უდგება საკითხს. თქვენს ხედავთ, რომ როცა აქვეყნებს საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს გამოხდება ხანი რამდენიმე თვე, შემდგომ თვითონვე აუმჯობესებს ამ პროგნოზს და რეალობა როცა დადგება, კიდევ უფრო მაღალია ჩვენი მაჩვენებანი. ანუ სავალუტო ფონდის პროგნოზი უფრო ფრთხილია, ვიდრე რეალობა ამას ბიუჯეტის დაგეგმა კონსერვატიულად. რა თქმა უნდა, ეს კონსერვატული მიდგომაა და შესაბამისად ასეც უნდა იყოს სავალუტო ფონდის ზედმეტი იმედის მომცემი პროგნოზი არ უნდა გააკეთოს, რომ ყველა ფრთხილად მიუდგეს, წინ დახედულად მიუდგეს ეკონომიკური საქმიანობის დაგეგმას და ამ ფრთხილი პროგნოზის მიხედვითაც კი სავალუტო ფონდი გვეუბნება, რომ 2031 წლისთვის $18,000-ზე მაღალი იქნება ერთსულ მოსახლეობის ეკონომიკის მაჩვენებელი, 2028 წლისთვის დაახლოებით $14,000 იქნება ეს დონე და შესაბამისად ჩვენ თუ სოფლიო ბანკის სტანდარტებს შევხედავთ, ოდნავ შეიძლება გახდეთ მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. 2028-30 წლებისთვის აქვს საქართველოს დიდი პერსპექტივა, აი ძალიან მაღალი თითქმის 100%-იანი პერსპექტივა, რომ გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, სხვა შორის რამდენიმე წლის წინ, 1-2 წლის წინ, ევროკავშირის ყველა სახელმწიფო მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსს მატრებელი არ იყო. აი 5 წლის წინ მაგალითად. ეს მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღება ძალიან დიდ შრომასა და ძალისხმევას გულისხმობს და ეკონომიკის მაღალი პარამეტრების ჩვენებს დემონსტრირებას გულისხმობს. ასე რომ სავალუტო ფონდის მხრიდან აი ასეთი მაჩვენებლების დაფიქსირება საქართველოს პროგნოზისათვის რას ნიშნავს? ხედავს როგორ პოლიტიკას ახორციელებს ქვეყანა და მას უჩნდება იმედი, რომ ფრთხილი დაგეგმვითაც, ფრთხილი გააზრებითაც კი საქართველო გახდება ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა. სავალუტო ფონდი ახსენეთ ბევრჯერ და უნდა კითხოთ პროგრამასთან დაკავშირებით. ეხლა მისია, როდესაც იმყოფებოდა სავალუტო ფონდის პროგრამა საქართველოს არ აქვს გულისხმობს ფინანსურ ნაწილს, მაგრამ ტექნიკურ ნაწილში გვეხმარება, ხო? ანუ გადაწყვეტილება მიღებული აქვს თუ არა მთავრობა, სჭირდება თუ არა საქართველოს სავალუტო ფონდის პროგრამა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ რო შევხედოთ პროცესს, რამდენი გჭირდება, თქვათ, რაღაც საჭიროება არის თუ არა ფინანსების ამ კუთხით მოძიებისა და თქვათ, რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ ქვეყანას აქვს გამართული ფისკალური პოლიტიკა, ბიუჯეტის დეფიციტი არის ერთ-ერთი საუკეთესო და ისტორიულ მინიმუმზე იყო შარშან. არის მაღალი ეკონომიკური და არის ძლიერი რეზერვები ეროვნულ ბანკში. ანუ ახლა ამ ეტაპზე საქართველოს სავალუტო ფონდისგან იღებს ტექნიკურ დახმარებას, ტექნიკურ ხარდაჭერას და ფონდის მისია ჩამოდის იმიტომ, რომ შეამოწმოს აქ სხვა დანარჩენი თუ რამეს გადაწყვეტ სავალუტო ფონდის სხვა რა თქმა უნდა ჩვენ მივესალმებით და აქტიურად თანამშრომლობთ სავალუტო ფონდთან, ასე რომ ამ შემთხვევაში საქართველოს მხოლოდ აქვს არა რაღაც დეფიციტური საჭიროებები, არამედ პირიქით საქართველოს აქვს პერსპექტივა და საქართველოს აქვს ძლიერი მაჩვენებლები, რომელიც კარგად ვითარდება. და ბოლოს ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, სულ რამდენიმე წუთი 2026 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შესაძლოა თუ არა ცვლილებები განხორციელდეს, თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, წელს თუ არსებობ 6%-ზე თუ 5%-ზე დაგეგმილი ბიუჯეტი, შესაძლოა მოხდეს გადახედვა ზრდის მიმართულებით. გაუმჯობესების მიმართულებით რა თქმა უნდა შესაძლოა მოხდეს, ნახოთ მოვლენების განვითარებას დავუკვირდით. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. მე მომავალ ხუთშაბათამდე გევშვიდობებით ნახვამდის.